მოგესალმებით პატივცემლო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათი 22 საათი და ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. და მე მყავს ბატონი ტრისტან წითელაშვილი, სტუმრად გენერალ-მაიორი, რომელიც ბატონო ტრისტან, მე მგონი თქვენ იყავით დღეს 2 ივლისში რო არის. კი. მემორიალთან იყავით, ხო, გასული ტამიშის საქმესთან დაკავშირებით. 1993 წელი იყო 2 ივნისი, სადაც გადმოსვეს, რა ქვია, დესანტი. შემოვიდა ისე ოჩამჩირეში და გაიარა ტამიშის ტერიტორია და შევიდა ტამიში. აქ ცოტა თქვენ მაშინ მეთაურობდით, ხო? ავაზას მეთაური იყავი და იქ იყავით ტამიში და ანუ რა ხდებოდა, რა იყო, ღალატი იყო, შეცდომა იყო თუ რა იყო იმათი შემოსვლა? მადლობთ ბატონო გახარო, დღევანდელ დღეს თქვენ მომიწვიეთ მე აქ სტუდიაში, რადგან დღეს არის 2 ივლისი. 2 ივლისი ეს არის საქართველოს საჯარისო ფორმირებებისა და ნაწილებისა და სხვა ცალკეული ფორმირებებისგან გრანდიოზული ჩატარებული ოპერაცია, მოგერიებითი ოპერაცია. ეს 2 ივლისი არის ის დღე, რომელიც დღესაც მოწინააღმდეგე მხარემ აფხაზურმა მხარემ გადმოსვა დესანტი სწორედ ტამიშის მიმართულებით. ეხლა ჩემი საჯარისო ნაწილები აკონტროლებდა ტამიში ლაბრა ცაგერის მიმართულებას. მართვის პუნქტი იყო ცაგერაში, სკოლაში იყო მართვის პუნქტი. ამავდროულად ცალკეული ასეულების მართვის პუნქტები იყო ტამიშის სკოლაში და ლაბრის სკოლაში, ხო? ანუ იქ იყავით თქვენ დაბანაკები? რა თქმა უნდა, ანუ ეხლა განლაგება იყო ესეთი, მე ხა ამოცანა იყო ჩემი, რომ მე და მეცვა ცენტრალური მაგისტრალური გზა და შესაბამისად ის დაჯგუფებები და ეს სამხედრო გადანაყოფები, რომლებიც შეტევას ანხორციელებდნენ ჩვენ წინააღმდეგ, მოგერიებული ყოფილიყო ჩვენი მხრიდან და ამას ვაკეთებდით, ჩვენ ამ ამოცანას ვასრულებდით. მაგრამ შემდგომ რაღაც გარკვეული დრო და დრო პერიოდებში რაღაც შეთანხმებები ხდებოდა, პოლიტიკური შეთანხმებები. ამ პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე პირველი პუნქტი ის იყო, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 10 დღიანი, ერთკვირიანი, 15 დღიანი და გადადიოდეს მოლაპარაკების. ხო, გადადიოდეს მოლაპარაკებების რეჟიმში. და სწორედ ის ბოლო დრო იყო იმ 2 ივლისამდე იყო რაღაც გარკვეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად ძალთა დაშორიშორება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ნახა მე ვხვდებოდი, რადგან მანამდე მე კიდევ ამ შეთანხმებების თანამონაწილე ვარ და ვიცოდი რომ როგორ ხდებოდა ამ შეთანხმებების დარღვევა და შესაბამისად ამ შეთანხმებების საფუძველზე როგორ ძლიერდებოდა მოწინააღმდეგე მხარე. თქვენ ვიცოდით შეთანხმებას აზრი არ ქონდა, აზრი არ იცელებოდა დრო. მანამდე 1-3-4 შეთანხმება იყო და ყოველთვის ამ დროის გაწევის მასე საშუალებაზე და ფაქტორზე სარგებლობდა მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად როგორც აღჭურვილობას ისე ცოცხალ ძალას ავსებდა და ამ გარკვეულ პერიოდში შემდეგ თავდაცვით ოპერაციებს აწარმოებდა. ხო და ვიცოდი ეს ყველაფერი. მე ჩემი ინტერვიუში და სამაქვს ეს ნათქვამი მაშვენ იმ დროს რომ არ შეიძლება არავითარ შეთანხმებები მე გახსოვს გაგრის ვარიანტი, მახსოვს ის ვარიანტი და ესეც რაღაცა სატყუ არა არის მეთი იმისათვის რომ ჩვენ რაღაცა დავსუსტეთ და ამ შეთანხმების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარემ შეიძინოს და აღიჭუროს იმ შესაბამისი ეკიპირებით, რომელიც საფუძველზე შემდგომ განახორციელებს ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს. ხო, ახლა ისინი თუ გაძლიერდებოდნენ, თქვენ დასუსტდებოდით. ნახა, დასუსტება იმ შემდგომ, არა, როდესაც ახლა შენ იცი და უნდა სწავლობ მოწინააღმდეგე მხარეს, ან ის სწავლობ ჩვენ, ხო? იმ შემთხვევაში შენ უკვე აკეთებ რას, ძლიერდები, იმაზე მეტი ძლიერი ხდები და მე იწყებ სამხედრო ოპერაციას. ესეთი ის არის სამხედრო საკითხებში, ხო? სტატისტი ხო რა. ხო. ეხლა რაც შეეხება ტამიშის დესანტს, ხო? აი ტამიშის დესანტი მართლაც რომ არავინ არ ველოდი ჩვენ ამ იმას, რადგან ვიცოდით რომ უკვე რაღაც გარკვეული შეთანხმებები ხდებოდა, რაღაც ძალთა დაშორიშორება ხდებოდა და ამის საფუძველზე თავდასხმას არ ველოდებოდი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დობის ფაქტორები დაღარბული მქონდა პირადად. მაგრამ თავარი რა არის ბატონო გახა იცი? თავარი ის არის რომ როგორ ამოშდა დესანტი ტამიში. როდესაც ამ დესანტმა, გემებმა, ამ კატარღებმა და ამ თლიანად ტაქტიკური დესანტი, რომელიც შემოვიდა და გამოიარა სოხუმის საზღვაო გზა, ეს ეკვატორია,
სანაპირო დაცვას ეს ყველაფერი უნდა დაეფიქსირებინა. უნდა შეეხება. გემები შემოდის, რაღაც გემები მოდის, რაღაც ისა, იმიტომ რომ იმ სოხუმის იმას რო გამოდიხარ, მონაკვეთს ხო, სანაპირო დაცვა. ანუ გამოატარეს. შესაბამისად, ამ შემდეგ შემოდიხარ ოჩამჩირეში. ოჩამჩირესაც თავის სანაპირო დაცვა ყავდა. ხო, ის სანაპირო დაცვა უყურებს. არის რაღაც შუაღამეზე 3-4 გემი შემოსული, გაჩერებულია უკვე პირდაპირ ტამიშის მიმართულებით. ეს არის ნაოჩის ქუჩა, საოჩის ქუჩიდან ეს ბოლო სანაპიროზე ჩადიხარ სხვის სანაპიროზე და იქ არის ტურბაზები და რაღაცეებია, ხო? ეს გემები გაჩერებული არის და მე ჩემი საჯარისო ნაწილი ვიყავით ფრონტის სიღრმეში, ანუ ნაოჩის ქუჩიდან მოდიხარ პირდაპირ გადადიხარ, არის ცენტრალური მაგისტრალური გზა სოხუმთან და ოჩამჩირეს სოხუმის დამაკავშირებელი გზა და გზის იქით მხარეს შემდგომ სიღრმეში, სოფლის სიღრმეში ვართ განლაგებული წინა ხაზზე, საიდანაც ჩვენ ვართ უკვე მაშინ თავდაცვის ზღუდეებში ვართ რა, არავითარ შეტევით ოპერაციებს არ ვანხორციელებთ, მხოლოდ და მხოლოდ პოზიციები გვაქვს გამაგრებული, საგდენი პუნქტები გვაქვს გამაგრებული და ამ ყველაფრის საფუძველზე ვართ გაჩერებულები რა, რომ და თან ესე იგი პარალელურად მაქსიმალურ კონტროლს გიყავს ყველაფერი აყვანილი, მაგრამ უკან ზუგში 4-5 კილომეტრში უკვე დესანტია შემოსული, დესანტი. იქ ჩემი აბსოლუტურად არანაირი ჩემ კომპეტენციაში არ შედიოდა უკან ზუგში მე რაღაც სიღრმეში გამეკონტროლებია, რადგან უკვე ეს ტერიტორიები დაკავებული იყო ჩვენს მიერ, ეს ტერიტორიები გასუფთავებული იყო უკვე მოწინააღმდეგეებს თქვენ აკონტროლებით ამ ტერიტორიაში, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ხდებოდა პოლიციისგან პატრული და ამავდროულად საზღვაო სივრცეს აკონტროლებდა სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვა, ხო? ანუ მე სიღრმეში რაც ხდება, იქ უნდა ვიცოდე წინა ხაზზე, კი გასაგებია ზურგშიც უნდა ვიცოდე რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთელი ჩემი ყურადღება არის წინა ხაზზე გადასული, ხო? შემდგომ ესე იგი ეს 2 ივლისი ღამე, გამთენიის ხაზს, ეხლა უბრალოდ კითხვები ძალიან ბევრი არსებობს ამასთან დაკავშირებით. მოდი ჩვენ იქიდან დავიწყოთ. გამოიარა სოხუმი, ხო, ამ გემებმა. აფიქსირებენ, სოხუმ გემები შემოვიდა, ხო? შემოვიდა ოჩამჩირეში, ტამიში, სოფელ ტამიში, დადგა გემები რეიდზე. დესანტმა დაიწყო გადმოსვლა. ანუ 2 გემი იყო თუ 1 გემი? არა, 3 გემი იყო და ერთი ბარჟა იყო მძიმე ტექნიკა. ყველგან დესანტი იყო დესანტი, დესანტი იყო 500 კაციანი დესანტი იყო და ორგანიზებულად შეიარაღებული, სრული აღჭურვილობით და ამის გარდა ზურგის გარდა კაცო წინიდან უკვე ძალები არის მომდგარი მობილიზებული იმისათვის რომ განახორციელონ წინამხრიდან შეტევითი ოპერაციები დაიწყო რომ ჩემი ყურადღება წინ გადავიდეს და ზურგში რა ხდება არ ვიცოდე რა მაგრამ მე რას ვშვებ ხას იცი იმ ღამეს როდესაც სანაპირო დაცვა ხედავს და მარჩილებენ ერთმანეთში ვისი გემები არის ხო და ვინა რა გემები არის ერთ რადიო კავშირის რადიოსადგური მე რომელიცაც ხელმძღვანელობთან მართავდით სიტუაციას მდგომარეობას ხო რომ გადმოეცათ და რომ ეთქვათ რომ რაღაც გემები არის მომდგარი ნაპირზე ნაოჩის ქუჩაზე ხო და გეთი გაარკვია რა ხდება რა გადაამოწმეა რაღაცაკენია რო ეთქვათ რა ამ თხილად იყავი ჩვენ ვარკვევთ რა გემებია ხო გაუშვებდნენ იქ მას სანაპირო დაცვის სამსახურს გაუშვებდნენ რომელიც იყო და არსებობდა და შესაბამისად თუ მაგას ვერ გაუშვებდნენ ჩემთვის ეთქვათ და მე წინა ხაზიდან ორ ტანკს მოხსნიდი რომელიც ყავდა თადარიგში ანუ რეზერვში და ჩავიყვანდი პირდაპირ ნაოჩის ქუჩაზე განვალაგებდი იქვე არსებულ ტურბაზის ტერიტორიაზე და რამოდენიმე გასროლას გავაკეთებდი ტანკიდან რამოდენიმე გასროლას ანუ რა მოწინააღმდეგე მხარე რომელიც შემოსული არის დესანტი ხო და უნდა დაიწყოს უკვე დესანტმა ხმელეთზე გადმოსვლა ხო მანამდე მე გასროლებს რო გავაკეთებდი ხო მას ვაგზნობინებდი უკვე აქ ვარ ჩვენ უკვე მორჩა და ვეღარ გადმოვიდოდნენ რადგან უკვე ამის საფუძველზე მე დროებით ამ ორი ტანკი დროებით შევაფერხებდი მათ იმას გადაადგილებას უკვე ამ ხმელეთზე გადმოსვლასთან დაკავშირებით და პარალელურად უკვე ამ პროცესში ამ მომენტში რომ ვიქდებოდი უკვე ჩაერთვებოდა артиლერიას და артиლერია უკვე მასიურად დაიწყებდა ამ გემების დაბომბვას და ჩაძირვას და განადგურებას დესანტისას აი ეს უნდა გაკეთებულიყო ეს არ გაკეთდა ამაზე არავინ არაფერი ყურადღება არ გამახვილა
რატომ მოხდა ეს? ვინ იყო ამის ესა პასუხებელი პირი, რომელსაც ეს უნდა ფლენობაში აღეკვეთა ეს ყველაფერი? რატომ არ ჩაგვეყენეს ჩვენ მეთაურების საქმისწორში? რატომ მოხდა იმ მომენტში, იმ ღამეს, იმ წუთში ჩვენი რადიოსადგურების გათიშვა, საერთო კავშირი შეწყდა და არავის არ კი ბატონო, ჩახშობა მოხდა ჩვენ ჩახშობასთან კი ერთ-ერთი რაღაცები ხდებოდა მოწინააღმდეგე მხარე ჩახშობას აკეთებდა სიხშირეებისას, მაგრამ ჩვენ მქონდა სათადარიგო სიხშირეები. იმ სათადარიგო სიხშირეზეც გადავედი, მაგრამ იქაც აბსოლუტურად უკვე პარალიზებული იყო ყველაფერი. ანუ სათადარიგო სიხშირე რა არის? ეს არის განსაიდუმლოებული სათადარიგო სიხშირე, რომელიც იცის მეთაურმა და იცის შტაბმა. და პაროლის სახით გეძლევა სათადარიგო სიხშირე შენ. ხო, ანუ ესეც იცოდეთ უკვე ყველაფერი მოწინააღმდეგე. ეგეც კი ეს სიხშირეების კი ჩაგდო. ხო, მაშინ საქართველოს მხარდან იყო ღალატი. ღალატი იყო, მაგას ვამბობ მე. ღალატი იყო. ღალატი იყო, ამ ღალატზე უნდა მაშინ თავის დროზე უნდა დაეწყო შესაბამის სამსახურებს გამოძიება, უნდა ჩართულიყო სამხედრო კონდაზვერვა, უნდა ჩართულიყო უშიშროება, უნდა ჩართულიყო მაშინ სამხედრო პროკურატურა იყო და მთელი ეს სისტემა უნდა ამუშავებული იყო. და კონკრეტული დანაშაულები უნდა გამოვლენილიყო იმ დროს. ამ ტამიშის დესანტის ამოცანა იყო, რომ მას გადაეკეტა ოჩამჩირე სოხუმის გზის მონაკვეთი ამ ტაქტიკურ დესანტს და შესაბამისად შემდგომ დაეწყოთ სოხუმის შტურმი. ანუ რეაგირება ჩვენი მაშინდელი ხელისუფლებამ არ მოხდა. მე მაგასაც გიტყვით ახლა. ახლა რა მოხდა? ნახეთ, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ანარხუს მთა, სადაც სიმაღლე არის. და იქიდან აკონტროლებ თელ ამ გზის მონაკვეთს რა. ანარხუს მთა თიდან უყურებ აქეთ სოხუმისკენ მიმავალ გზას, ოჩამჩირესკენ მიმავალ გზას, ის სასაფლაოები არის კიდე ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებ რა. აქ იყო შავნაბადას ბატალიონი განლაგებული. შემდეგ ისა ავაზა ჩემი ბატალიონი. ხო, იქ იყო ქვემოთ ლაბრის ქვემოთ იყო დუშეთის ბატალიონი, რომელიც ამოხოცეს, ბიჭო ძალიან ბევრი ბიჭები ამოხოცეს. იყო ჩოლოყაშვილის ბატალიონი იყო. აი ეს ძირითადი ბატალიონები ვიყავით ჩვენ განლაგებულები. არც ეთმა აბსოლუტურად აზზე არ ვიყავით ჩვენ, თუ დესანტი იყო შემოსული და რაიმე ტიპის სახის ინფორმაცია არ ქონდა არანაირად, ხო. მე ახლა ყველაზე ცუდი რა არის, იცი, ახლა ვიღაცა არა, იმან ვინც ეს ყველა გავყიდა, ხო, მე დღესაც ამას ვფიქრობ. იცი რომ ავაზას ბიჭებს ეძინაო და ესაო დესანტი შემოეპარათო. კაი, ავაზის ბიჭებს ეძინა, მაგრამ სხვა ბიჭებსაც საქმეში ეძინა, ავაზას ბიჭებს კი არ ეძინა. ავაზას ბიჭები და ავაზელები იდგნენ წინახაზე ედგნენ, სადაც ახლა გეტყვი რაგერ მე თქვენ როგორ ხდება, ცაგერა, ლაბრა, ტამიში, პირველი ასეული, მეორე ასეული, მესამე ასეული. ესენი განან პოზიციებზე. ანუ წინახაზე, სადაც ხდება კონტაქტური შეხებები მოწინააღმდეგე მხარესთან და 20 საათიანი მასშია რეჟიმში, ხო, იმაში ეს ჯარისკაცები შაბული მე ჩვენ როტაციას ვაკეთებთ, მე ვცვლით მათ, გაიგე? ხო და ამიტომ ტამიშთან შეცვლილი ჯარისკაცები გადმოვიყვანეს ტამიში ნაოჩის ქუჩაზე, რამოდენიმე სახლი ქონდა აღებული, სადაც შეცვლილი ჯარისკაცებს ასვენებდით, გაიგე? ხო და ახლა იმ ბიჭებს ეძინათ იქ და არა პოზიციებს ეძინათ ბიჭებს. იმ ბიჭებს ეძინათ, რომელიც შევცვალეთ პოზიციებიდან, სადაც მე პირადად როგორც მეთაური ვიყავი დარწმუნებული არანაირი საფრთხე იქ არ იყო და ამიტომ იყო რომ წინა ხაზიდან 500-600 მეტრში კილომეტრში მოცილებული იმას ვქნიდით ბანაკებს, სადაც პოზიციაზე მყოფი ჯარისკაცები ისვენებდნენ იქ, ხო? და ეს ბიჭები იყო, რომელი ბიჭებიც დესანტი დაადგა თავზე და ძინარები ამოხოცეს. ანარხუს თავზე იდგა შავნაბადას ბატალიონი, ახლა კი დაძინებული ხალხი დახუჭეს. შავნაბადას ბატალიონმა ივაშკაცა. შავნაბადას ბატალიონმა მაქსიმუმი გააკეთა. თქვენ წარმოიდგინეთ, ანარხუს მთა რომ აეღოთ მოწინააღმდეგე მხარესთან თელ სიმაღლე უკვე ტამიშას უყურებდა ზემოთ თელ სიმაღლეებს გააკონტროლებდა და უკვე დამთავრებული საკითხი იყო რა. თლიანად იკეტებოდა მთელი ეს მონაკვეთი რა. და უკვე შესაბამისად, როდესაც ეს მონაკვეთი დაიკეტებოდა, მოწინააღმდეგე მხარე იწყებდა უკვე სოხუმზე ოპერაციას, ხო? მაგრამ იქ ბიჭებმა ბოლომდე იომეს კაცო. ბოლომდე იომეს, სანგრებამდე მედიოდნენ, უკვე დესანტი, მაგრამ იგერიებდნენ, ვაჟკაცურად იგერიებდნენ ბიჭები. ასევე ჩვენმა ბატალიონმა, ავაზას ბატალიონმა, ასევე ჩოლოყაშვილის ბატალიონმა, დუშეთის ბატალიონმა. წარმოიდგინეთ თქვენ,
ისა შემდგომ მე მითხეს მე ისა როდესაც გააკეთეს სპეცსამსახურებმა მათი ისა რადიოსადგურების ეგრეთ წოდებული პერეხვატი გააკეთეს ხო აროჩო მოკლედო ესე იგი ერთი ამბავი იყო ერთმანეთში სად შეგვიყვანეთო ხორცსაკებში შეგვიყვანეთო რომ ამბობდით რომ ისა არა გამოუცელი სამხედრო ნაწილებით გასო გამოუცელი კი არა უკვე უსიო ესე იგი დიდი მსხვერპლი მიიღო ძალიან დიდი მსხვერპლი მიიღო პარალელურად შეერთო ტამიშის დესანტში და მე ხმამურმა შემიძლია თქვა артиლერია ოჩამჩირის артиლერია რომელი артиლერიასაც თავიდან შეეძლოს გემები შეეძინა მაგრამ ამ артиლერიას ხელმძღვანელობდა ნაური ჯიქია აგარი ადამიანი არის რა ნაურ ჯიქია მივაშკაცაა ნაური ჯიქია პირდაპირ წერტილებში აჯენდა იმას ჭურვებს და წარმოგიდგენთ შემდგომ აი რო ვერ მოახერხეს უკვე მათმა ამ პოზიციების დაკავება და ხედავდით რომ ცდილობდნენ უკვე რომ უკან ვეღარ წავიდოდნენ ხო ზღვით და უბრალოდ ისე გაკეთდა რომ რაღაც გარკვეული დერეფანი შექმნეს და ამ დერეფნის გავიდნენ იქით არა იმისი კვიტაულის მიმართულებით იქით კოჩარას მიმართულებით ამ დერეფნით და ძალიან დიდი მსხვერპლი ჰქონდათ და ამ მომენტში უკვე დამატებითი ძალები შემოვიდნენ. აი პირდაპირ შემიძლია თქვა, დამატებითი ძალები შემოვიდნენ. მხედრიონი ისა რა ქვია, ადგილობრივი 24 ბრიგადის ხო, ადგილობრივი ოჩამჩირის ბატალიონები ამავდროულად მოხდა შევსება ამ ჩვენი ბატალიონების იქვე დანაკარგი რაც იყო და შტაბი მართვის, აი ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა ცაგერაში, სადაც მე სკოლაში მქონდა შტაბი, ხო? აი ეს მართვის თლიანად ხდებოდა ამ ლაბრა, ტამიშის ცაგერის მართვა, ხო? ამ სკოლაში და სკოლის მოპირდაპირე გზის მეორე მხარეს იყო ბაღი და ბაღის იქით იყო მერე სამედიცინო პუნქტი, ხო? ამ ბაღში შეიქმნა უკვე სასწრაფო წესით ოპერატიული მართვის შტაბი, ხო? მხედრიონი და ისა რა ქვია ლოთიკობალიას ქვედანაყოფები გვერდიგვერდი იბრძოდნენ. ერთი მიმართულება ჰქონდათ აღებული, ერთი მიმართულება. და მაქსიმალური გაკეთდა რომ შეგვენარჩუნებიეს ყველაფერი. ახლა მე ხაზგასვით მომხდარ. ნახე რა მოხდა, რას ვაგვირდებოდი. ოპერატიული მართვის შტაბი არის, ბაღის შენობა არის. ბაღის შენობიდან აქეთ მოცილები პატარა ჯიხური იყო და იქ ძირითადი მართვა იქიდან ხდებოდა, რომ ანუ შეგვენიღმეთ ჩვენ ყველაფერი და მოწინააღმდეგე მხარეს არ დაეთყა ჩვენს შტაბზე და არ გაენადგურებია სარდლობა და ის ხელმძღვანელობა, რომელიც მართავდა შტაბს იქიდან, ხო? შემოფრინდა უცებ ბომბდამშენი. ეხლა კორექტირების გარეშე შტაბს ვერ დაარტყა. ანუ იქ კიდევ ვიღაც კორექტიროში კი იჯდა, რომელიც აძევდა მონაცემებს, სად იყო შტაბი განლაგებული. ეს შტაბი არის ერთი დღის შექმნილი, უცებ ოპერატიულად შეიქმნა. ხო? შინიდან გატყდა ისევ. ესე იგი, იქ სადღაც ახლოში სადღაც მოცილებით იჯდა კორექტიროში და აძლევდა ინფორმაციას სად იყო შტაბი, მაგრამ შესტომეთი კოორდინატები გადაცა. და დარტყმა არათუ იმაზე მოახდინა, რა ქვია, ბაღზე, შენობაზე, არამედ სამედიცინო პუნქტის შენობაზე, იქით. გესმით აშია, საერთოდ ამ გადავარჩინა კიდევ იქ ჩვენ. აი მაგ გადავარჩინა. ბატონო ტრისტან, როგორც აი შეხედეთ თქვენ იქ იყავით, ბრძოლობდით, იცავდით ჩვენ ქვეყანას, არა მარტო თქვენ და თქვენი ბიჭების და რა ვიცი, თეთრ საქართველოს თითქმის ვაჟკაცი ბიჭები. როგორ ფიქრობთ, მიგაჩნიათ ეგ შეცდომა იყო ჩვენი, ანუ ომი უნდა დაგვეწყო, ომი უნდა დაწყებულიყო, ჩვენ არ დაგვიწყე ახლა ომი და ვერ ვიტყვი ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ რაც მოხდა ორივე მხარე დამნაშავე ამ შემთხვევაში. ეს არის დიდი ტრაგედია. როგორც აფხაზებისთვის, როგორც ოსებისთვის, ქართველებისთვის და რუსებისთვის. ეს არის, აი თქვენ წარმოედგინეთ, აი ამ 4 ერის დიდი ტრაგედია არის. რომელიც ტრაგედიის რომიტყვი აი შექმნელი და მთლიანობაში ორგანიზატორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამის მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა. რადგან არა, მომისმინეთ, მაგრამ აღარ უნდა. კი ამბობ, რუსებმა დაიწყეს ომი, რუსებმა მოდი ახლა ვთქვა და პირდაპირ ღია ვთქვა. ნუ რუსეთშიც იყო. მაშინდელი რუსეთი. როცა ესე იგი დილას დგებოდა და იღვიძებდა ადამიანი, რომელიც კრემლში მუშაობდა და შედიოდა, ხო, აი ესე გასტუკიანი 150 კაცი იყო ЦРУ-ს თანამშრომელი. ЦРУ-ს თანამშრომელი, ხო, წარმოედგინე და მთავარი ვინც იყო მართავდა მას რუსეთს ელჩინი, ვინ იყო ამერიკელების მიერ დასმული იყო და აი სწორედ ამათი და ამერიკელების მიერ იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული.
ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ თავიდან რო ჩვენ შევედით აფხაზეთში 92 წლის თებერვალში რო შევედით აფხაზეთში შევედით იმ მოტივით რომ გამგვეთავისუფლებინა სარკინიგზო და სატრანსპორტო მაგისტრალები იმ დაჯგუფებებიდან რომელიც დაჯგუფებებსაც უზახოდნენ ყაჩაღები არიანო და აყაჩაღებენო რკინიგზის მატარებლებს აყაჩაღებენო აყაჩაღებენო სატვირთო ავტომობილებსო და ამით ეკონომიკა იშლება და ჩაიხსნა ყველაფერია ხო მაგრამ ეს იყო სპეციალურად შექმნილი ჯგუფები მართვადი ჯგუფები იყო რომელიც ჯგუფებსაც უნდა დაეძაბათ მდგომარეობა ქვეყანა იმაში აფხაზეთში და მომხდარი გააღრმავებიათ კონფლიქტი ქართულ აფხაზური კონფლიქტი ეს იყო მაგრამ ჩვენ რო შევედით ეხლა ნახეთ ახტება საინტერესო კიდევ რა არის ეხლა მე უკვე უკან გადმოვედი მე განვაგდი ფსოუზე საზღვარზე და შესაბამისად ფსოუდან მანდ ენგურის ხიდამდე აკონტროლებდა ყველაფერს საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები, მხედრიონი, თეთრი არწივი, რომელიც ასე გვარდიაში იყო მაშინ, შავნაბადა და ასე შემდგომ, ხო? ვერთი სიტყვით ჩვენ ეს მაგისტრალი გავხსენით ეს მაგისტრალი და აი შემდგომ მოხდა უკვე შეთანხმება. არძება იყო მაშინ მათი ლიდერი რომ მოდი საჯარისო ქვედანაყოფები გავიყვანოთ აფხაზეთიდან და შეიქმნეს ქართულ-აფხაზური შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები და ქართულ-აფხაზური პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებიც ფაქტიურად გააკონტროლებდნენ ამას ყველაფერს და ერთობლივი კონტროლის საფუძველზე დამყარდება წესრიგი და მშვიდობა იქნება აფხაზეთში. ამის საფუძველზე ჩვენ დაგვეტოვებია მთლიანად აფხაზეთის ტერიტორია. მე მაგალითად როცა ველოდი რომ უკვე ვინც უნდა ჩამანაცვლოს და ეს საგუშაგოები რომელიც იყო იქ ახსენე და ამ საგუშაგოების საფუძველზე კონტროლებდა ყველაფერი ვიცოდი რომ პოლიციასთან ერთად მომოსული იყო შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები მაგრამ მოვიდა პოლიცია მარტო აფხაზი და ქართული პოლიციელები მოვიდნენ და მე რო ვიკითხე რატო ესა და მოვიკითხე მეთქი ასია მეთქი და სად არის მეთქი შინაგანი ჯარების სამეთქი წარმომადგენლები მეთქი ეცით არის რომ ეს ეხლა ჩვენო ეს ასე უცებ არ იქნება ეს აი მანამდე სანამ შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები ჩამოყალიბდება ვაგე პოლიციელები გააკონტროლებენ ანუ ესე იგი არ გინათო ყველაფერი ისე ხდება როგორც ეს ვლეფია მოშთა ბოლოს ამოშ ეს ყველაფერი სატყუარა გაიგე ამოშ ეს ყველაფერი აი მოტყვილებული გაიგე და ამან განაპირობა მე უფრო მეტად უკვე იმ ცალკეული ფორმირებების და დაჯგუფებების იქ ტერორისტული დაჯგუფებების გაძლიერდა აფხაზური მხარეც და ეხლა იქ იყო აფხაზები კაცო მეტი ნაწილი რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ უბედურებას კაცო იყო ესე და არის და ახლა წარეთ დღესაც ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ მოახერხეს და გააკეთეს ის და დაგვატაკეს ტერორისტული დაჯგუფება დაგვატაკეს და გადავიდა უკვე ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში რომელი ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციების ჩვენ ქართულმა მხარემ შეგვეძლო მაშინაც წარმატებით დაგვემთავრებინა მაგრამ მაშინაც იყო შეფერხებები მაშინაც იყო რაღაც გარკვეული არასწორი მითითებები, მაშინაც იყო ის რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმებები ხდება, ამ პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე ხდებოდა შემდგომ ჩვენი დაბრკოლებები და სამხედროები ფაქტიურად ვიყავით ხელფეხ შემოჭილებით. სამხედრო ოპერაციები, აი ბრძოლა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე პირები ყველა არიან გმირები და ვაჟკაცურათულები. კი, მართლა. მე მაგას დღემდე ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ ვინც კი იქ ბრძოლებში მონაწილეობას ღებულობდნენ, ესენი არიან ყველანი გმირები. ის მოხალისე იყო თუ ვინც იყო გმირები არიან სულ ყველანი ისინი, რადგან მე ჩემი თვალით ვარ დახული, ეს პიტოტელა ბიჭები, ეს გამოუცდელი ხალხი, როგორ ვაჟკაცურად იდგნენ და ბოლომდე იცავდნენ იმ მიმართულებების საფუძველზე ხდებოდა მთლიანად კონტროლი ტერიტორიების. ამას აფასება უნდა, ამას გვერდში დგომა უნდა. ბიჭები ბევრი დაგვეღუება, ბატონო გახა, ხა მე თუმეტეს ტამიშის დესანტის დროს ძალიან ბიჭები. ხო, აი მაგ პერიოდში მართლა ბევრი დაიღუპა. ძალიან ბევრი ბიჭები დაგვეღუება. შეხედა ხდება აპატიეთ და მე თამაში. ახლა რა ხდება? დესანტის დროს, როდესაც უკვე ჩვენ მთლიანად უკვე თელი მიმართულებები გავანთავისუფლეთ უკვე და ამდენი სადღაც 8 დღე ღამის განმავლობაში ბრძოლაში ვიყავით ჩაბულები და გავანთავისუფლეთ ეს ძალიან ეს მიმართულებები ხო იქ შავნაბადა აქ რა ქვია ავაზა შოლოყაშვილი დუშეთის ბატალიონი ოჩამჩელის ბრიგადა მხედრიონი ისა ზუგდიდის ისინი რა ქვია საჯარისო გვარდია ლოთიკობალიას ხელმძღვანელობით ეს ერთად ორგანიზებულად მოქმედებენ ხო
მე დავიწყეთ ჩვენი ვიცვალებულების მოძიება. ხა აი ყეცი მე გეტყვით ახლა აგვისტოა გაგანია აგვისტო არის ხო? ამდენი ცხედრები დესანტი რო შემევიდა ხო ბიჭები ხო განადგურეს. იმათთან უკან მოყოდა ექსკავატორი და ეს ხრიდა ასე საფლეებს და პირდაპირ ხრიდა შეგინდა მიწასაღრიდა პირდაპირ ხო? საშინელება იყო რა და ვინც ვერ მოასწრა ვინც დამახას კადრები მაქვს ესეთი კადრები მაქვს ხარო დაახოთ გაგიჟდებით რა პირდაპირ გახსწინები იყვნენ და სალიარგები ქონდათ დასხმული ზემოდან და დაწვეს რა ამას ახლა ამას მიცვალებულ ზოგადად სალიარგად დაასხამდა დაწვა ხო ეს ხო აღარ არის უკვე ეს სამხედრო ესა ტერორისტების ისა უკვე საქციელი ხო ტერორისტების საქციელია ნუ ახლა პირდაპირ გეტყვით რა ვითხოვ მეთაური ვითხოვ სინკის კუბიოს ვითხოვ სინკის კუბების შემოტანაზე პრობლემები გქონდა საშინელი პრობლემები სხვანაირად ჩვენ მცხადებს ვერ გადმოსვენებით თბილისში ხო ჯო ვეუნები ჯო კუბიოს ვითხოვ ფულთა ოქროს ხوار ვითხოვ კუბიები გამომიგზავნეთ მეთქი ფულთა ოქროს ხوار ვითხოვ მეთქი როცა ხო აი მოახერხეთ ეს სინკის კუბების შემოტანა დამისზე დათო ჩუბინიძე მე არ დამავიწყება დათო ჩუბინიძე ხილებ დაკაპიცებული ჩემგვერდში მოკლედ ამ ბიჭების ამოსვენება ჩამოსვენება და შემდგომ ბატონო კახა როდესაც აქ ვიყავით ისანში ვიყავი მაშინ მე თესლოსირებული აქედან 9 ვერ ამოვიცანით ისე იყო ცვალები ხო დაღუპული ვერ ამოვიცანით და თბილისში აქ სამხრეთ ნაწილის ტერიტორიაზე დავასვენეთ და აქედან გავაკეთეთ გასვენება ეხლა გითხრას ასწავლა მოხდა სანამ დავიწყებთ ამ ბიჭების გამოსვენებას პარლამენტიდან მოდის წარმომადგენელი მაშინ იმელის შენობაში იყო პარლამენტი დრას მეუნება იცი მე მეთაურთან იქნება პარლამენტის წინ ვარ გაატაროთ ეს ცხედრებიო მაინც ხო იციო ყოველ შემთხვევაშიო რაღაცა ექსესი არ გამოვიწვიოს ბიჭო მომისმენი ახლა აქეთ მეთქი ახლა დადი აქედან გამოსარი მეთქი რა დადი აქედან მეთქი ახლა სანამ ამ კუბებში ჩამიწვენი ხარ შემეთქი აი დადი და უხთხარი იქ მეთქი პარლამენტის თავმჯდომარე ვინც არის მეთქი და იგი ახლა მოდიო და პარლამენტიდან შემოვიყვანო შემოსვანთ ეს ვაჟკაცები რეალს მილაპარაკები მეთქი მე შეხვალ გაგიჯები გავაგდე და დავასვენეთ აქედან სასწრაფოებით ავტომობილებით დავასვენეთ და საპატიო ყარაულით და პარლამენტის წინ პიტავენ გავაჩერე ეს ტელეკოლონა ეს საცხედარი და გამოიყვნენ სუღელა გარეთ აბა და პატივი მიაკეთა დაუჭოგეთ ამათ უყურას მეთქი ეს იმის პასუხია მეთქი რაც ეხლა როგორ შეიძლება გააკეთო ამას ასეთი მიდგომები იყო იცით აქ თბილისში მარტო თბილისში კი არა რეგიონებში ასეთი მიდგომები იყო იქ ეს ჩვენი ვაჟკაცი ბიჭები ომობენ ბრძოლობენ და აგერ ტელევიზორს ჩართავ და მიდის რეკლამები ანტალია აპა იქ დაისვენე აქ დამოისვენე ის კი არა რომ სახელმწიფო გადართული უნდა იყოს მთლიანად სამხედრო რელსებზე და დაიწყოს საყოველთაო მობილიზაცია ომია ქვეყანაში და ხო და იწვება ყველაფერი და კარგავთ აგერ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს არა აპა ანტალია აპა თურქეთი აპა ის აპა წავიდა ის ზღვისპირეთზე დასვენება და ასეთი რაღაცები მიდის რა გესმით რაშია საქმე წარმოიდგინე თქვენ აი ბატონო ტრისტან ამას რო შეხედავდა მეომარი ბატონო ახლა მითხრა სისულელია რასაც მაგენი აკეთებდნენ და არა გამორიცხული ნებისმიერ მთავრობამ გააკეთოს ეგეთი რაღაც მიშამ რა გააკეთა რა თქმა უნდა 2008 წელს დაიღუპა ბიჭები და კონცერტი ჩაატარა სისულელები აკეთა კონცერტი ამ ბიჭების სისხლიაც უკვე ეს ვისენდა რა და მე ერთი მან მოცეკვას გული წავიდა აი კაცო რაღაც სისულელი ესე რო შეიძლება აი იზეიმა რო ბიჭები დაეხოცა და იძახოდა რომ ჩვენ ომი მოვიგეთო სისულელი ახლა დააჯერა თითქოს და ეს იყო დღევანდელი დღე ბატონო გახა 2008 წელს იყო ძალიან დიდი შეცდომა რუსეთის ომში ჩართულობა ისეთი შეცდომა იყო სამხრეთ ოსეთი ჩვენი ძმების რა თქმა უნდა და აფხაზეთი ჩვენი ძმებთან ომის გაჩაღება ეგ იყო ყველაზე დიდი შეცდომა და შიდა ბრძოლები გაუმართეთ სამმა შიდა ბრძოლები გამართა მართლა ვინ და იმ მაფიოზებმა იმ ამერიკის ბევრმა კიდო ხელი მოითმო ბატონო გახა ძალიან ბევრმა ამ ომით ისარგებლა და აქ სხვანაირი ბიზნესი გააჩაღეს ამ ომის ხარჯზე ძალიან ბევრი კიდო რომელიც იმალებოდა და საერთოდ არ ჩანდა ომის მერე გამოჩნდა და აქეთ ავიწყო ჭუისავლება და ჩვენი დევნა დაიწყეს გესმით რა შეასწავლეთ პოლიტიკოსები აფუჭებდნენ საქმეს გვიყრიდნენ ნაგავს და ამ ნაგავის გატანას მერე ჩვენ ვცდილობდით აქ რომ გავგვესუფთავებინა ხო და მერე ბოლოს როცა ვასუფთავებდით ამ ნაგავს და გავქონდა ეს ნაგავი ჩვენ ბოლოს ისე ჩვენ გვიტრიალდებოდნენ აი მოღალატეები და მოღალატეების რა ვიცი იარლიკები და რა არ გვიწოდეს რა ამას გვეუბნებოდნენ ხო ეგ ყველა მთავრობის ხელში შეიძლება გავიაროთ ადამიანებმა არა
ღმერთმა დაგვიფაროს რომ ომი იყოს. თავრობა თუ თავის იმას ვეტერანს პატივს არ მიაგებს, ის ვერასოდეს ვერ იქნება ძლიერი სახელმწიფო, რადგან იმას ის მომავალი ვინც იზრდება, ის უყურებს ამას. აი ამ კაცმა იომაო, ამ კაცმა იბრძოლა, ხო და ასე უდგება მთავრობა, ხვალდაზე როცა რამე მოხდეს, წავა აი ეს ომში. არავინ არ წავა. შეხედე მიშა სააკაშვილის 9 წლიან რეჟიმის გულისხმობ, როცა მართლა სოთაშორის მეც ვიყავი ავადსახსენებელი დღეს. კი. ხო და თქვენ უფრო მეტი ის გაიარეთ იქ რა თქმა უნდა, მაგრამ წამოვიდა ჩვენმა ხელისუფლებმა, მაშინდელმა ხელისუფლებმა და დაიჭირა ნახევარზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მართლა ბრძოლობდნენ იქ და თავის დანაშაულები გადააბრალეს სამხედროებს. 3000-ამდე სამხედრო ვიყავით. გადააბრალეს. მათ შორის მეც ვიყავით, დაჯერილი. თქვენც ვიყავით, ვიცი, ხო. ანუ იმათი შეცდომები კი არ იყო. იმათი გამყიდველობა გადააბრალეს ჩვენ გვაბრალებდნენ. მეომარ ხალხს, რომელიც იცავდა ქართულ. ჩვენ გვაბრალებდნენ, თქვენ ახლა რუსეთის აგენტებიო. არ და თვითონ იყო. არ და თვითონ იყო რუსეთის. თვითონ გაუკეთა რუსეთს, აი ლანგარით მიართვა. რუსეთს მიართვა ლანგარით ყველაფერი. გარდა ტერიტორიების და შემდგომ მაგარი მთელი სტრატეგიული ობიექტები, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები. მე მგონი ახლა რუსეთს შერცხვათ, არა, აქედაც გადმოვიდოდნენ. კი, მაგრამ უბრალოდ აღარ ჭირდებოდა. მე მგონი შერცხვათ. აღარ ჭირდებოდათ, მეტი. აღარ ჭირდებოდა თავისუფლად შემოვიდოდნენ. ძალიან საინტერესო თემა განვიხილეთ დღეს და მოსახლეობამ გაიგო თუ რა მოხდა იმ ტამისის მიმდებარე ტერიტორიებზე, როცა თქვენ მეთაური იყავით და თქვენ ზუსტად იცოდით იქ რა მოხდა და ამიტომ გითხარით ბატონო ტრისტან რომ მოგძანთ ჩვენ გადაცემაში და დღეს აღნიშნოთ არა ეგ უბრალოდ გავიხსენოთ და თქვა და დღემდე ეს კითხვები ბატონო კახა დღემდე მაქვს მე და მე ხდება ყოველთვის გავიხსენოთ ის მიცვალებულები ის მებრძოლი ხალხი კაცო რომელმაც დაიცვა ჩვენი ქვეყანა და დღემდე იცავს კიდევ არის ესეთი ადამიანები და ღმერთმაცხნას რომ ომი არ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში თუ არა ჩვენ მე ვფიქრობ რომ ისევ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას ისევ ჩვენი დასასველი გახდება კი ახლა ისევ ჩვენი სხვათა შორის მცირე რიცხოვანი ვიქნებით ამ შემთხვევაში ბატონო ტრისტან მაგრამ ძლიერი ხალხი ვიქნებით ისევ ჩვენი დასასველი იქნება ბატონო გახად ესენი რომ გამოდიან და ბაკიბუქობენ ხო აი რიგი იქნება აი საზღვრებზე რიგი მაგრამ ვერ გაგვასწრებენ ნუ გადავკეტავ ჩვენ საზღვრებს 2008 წელს იყო ზუსტად აი ზუსტად ეს იქნება საზღვრებზე იყო უჩერედი ერთმანეთს ამიტომ ამბობ მე რომ პოლიტიკოსები რომ ანაღამებენ მე იმ ნაგავის გატანა ჩვენ გვიწევს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ტრისტან ჩვენი სტუმარი იყო ბატონო ტრისტან წითელაშვილი გენერალ-მაიორი რომელმაც გაიარა ის 92 წლიდან 2008 წლამდე და დღესაც ბრძოლობს კაცი უსამართლობის წინაშე და რა ვიცი ეგეთი შემართებით ღმერთმა გვაბრძოლოს ბატონო ტრისტან სანამ უსამართლობა არ მოკვდება ჩვენ ქვეყანაში. მადლობა თქვენ ბატონო გახა და მადლობა რომ აი თქვენმა გადაცემამ დაიწყო სწორედ ახლა იმ საკითხების ამოწევა რა მოხდა 93 წლის 2 ივლისს რა მოხდა? აი აქედან რა მოხდა? ეს არის სწორედ ვждება, სწორედ იმ ჩარჩოში. ხო, მაგრამ აი შეხედეთ თქვენ როგორც ბრძანეთ წეხან ბატონო ტრისტან, რომ აი დესანტი შემოვიდა, არავინმა ყურადღება არ მიაქცია, როცა უნდა ყოფილიყო საზღვაო სანაპირო დაცვა უკაცრავად და იმათაც გამოეპარათ ეგ საკითხი. აი ეს კითხვებია. ხო, აი ეს კითხვებია რა. რატომ არ დაინახე შენ გემები შემოდის, ბარჟა შემოდის, რომელიც ბარჟაზეც არის მძიმე ტექნიკა, ხო? და შენ ამას შენი არ არის. ხო, მაგრამ მაშინ სოხუმს არ უკავშირდები? იმ დროინდელ ხელისუფლებაში ხო არ იყო ეგეთი რაღაცა გამყიდველობა და იმ სულ იყო საქართველოში გამყიდველობა. სულ იმ დროინდელში და შევარდნაძე ჭკვიანი კაცი იმ დროინდელში და შევარდნაძე კი რა ერთადერთი დავით აღმაშენებელი იყო რომელსაც მოახერხა გამყიდველების მთლიანად ესე რომ იტყვი გასუფთავება ქვეყანაში თუ არა მერე და მერე ხო ხედავდი კიდე ერთადერთი დავით აღმაშენებელმა მოახერხა ხო მაგრამ მაშინ იყო შეიძლება 100 კაცი და დღესაა 5000 და 100000 და 200000 კაცი მერე ამათ მოულარგი და აგეს თავები რომ დააჭრა მაინც იყურებენ კი ბატონო და გვაჭრობია შუნეზე თავები მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოღალატეებს უნდა კონდეს მე ვფიქრობ სამუდამოდ ციხე რომ იმან მე იქიდან გამოსული კიდევ არ უღალატოს ადამიანს მოღალატე ადამიანი არასდროს არ გამოიყენება აი კითხები ეს არის კითხები რა მოხდა სად იყო ეს ისენი რა ქვია სანაპირო დაცვის ან შტაბი ერთი კითხვა დამჭა ბატონო ტრისტან აი როცა აფხაზეთიდან წამოვიდა შტურმი საქართველოს წინააღმდეგ ანუ მოსახლეობაში მოხდა პანიკა რომ ავიწროებდა აფხაზი აფხაზი არა მარტო ეხლა დაკირებული ხალხი ჯარი ყავდა შემოყვანილი მაგრამ საქართველოს არ ყოლია მაშინ
ერთიც კი დაქირებული არავინ არ ყოფილა. არ ვიღე დაქირებში არავინ არ ყოფილა. აბსოლუტურად. ანუ საქართველოს ებრძოდა, რა ვიცი, 5-6 ეროვნების ადამიანი მაშინ. ჩეჩენი, კაზაკი. არავინ არ აკვდა. ის არა, ინგუშების გარდა. ინგუშების მართლა ჩვენი ძმები. ინგუშების გარდა ჩრდილოეთ კავკასია. ვარი თქვა მაგენო. აბა რა თქვეს კაცო, ინგუშების გარდა ჩრდილოეთ კავკასია და თითქმის ყველა შემოსული იყო რა. და აღარ დავასახელებთ ახლა იმერებს ეროვნულ ხალხს კიდე რა თქმა უნდა, რომ არა ასაჭიროება. მაგრამ დღესდღეობით ახლა ჩვენ ხომ უნდა გავითავისოთ ეს ყველაფერი კაცო. გინდა აფხაზურმა მხარე და გინდა რუსულმა და ოსურმა მხარე და ქართულმა მხარემ ეს ყველაფერი უკვე დღეს მე სხვანაირად ვხედავ ყველაფერს. შეიძლება ამის თავიდან აცილება. როგორც 2008 წელს. როგორც 2008 წელს ისე 92 შეიძლება ამის თავიდან აცილება, მაგრამ სცენარი რომ დაიწერა იქ სადღაც თეთრ სახში ვიწრო ოვალურ კაბინეტში ეს სცენარი განხორციელდება და კიდევ სხვა სცენარი მაშინდელი სხვა სცენარების განხორციელება მიდის ეხლა იმ სწორედ იმ კონფლიქტები და ეს საომარი მოქმედებების კერები რო იქმნება მაშინდელი დაწერილი სცენარები ეს სხვადასხვა მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენ ხელისუფალს დღეს რომ უკრაინის და რუსეთის ომში არ ჩავყევით ხელი. არა, ჯერ დამთავრებული ყველაფერი. არა, მაგრამ რაღაცა ჩვენ მაინც დავიჭირეთ. ჩვენ კიდე უნდა ველოდოთ რაღაცებს, მაგრამ ხელისუფლება ამაზე ჭიდაობს. მე ვფიქრობ ამის შეცდომის დაშვება იქნება ჩვენი ერისგანაც. დავიღუპებით უკვე. საერთოდ დავიღუპებით კი არა, არ ვიცი. ეგ იქნება ერთადერთი ჭირი, რომელიც გაგვანადგურებს. მაგრამ რომ არის აგერ ესენი ეს რაღაც აგენტურული დაჯგუფებები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ კერების გაღვივებას. მაგარი ყვიროდენ, გას ჩავერთოთო და რას ლაპარაკობ? გამოვიდა აგერ. უკრაინამო ჩვენ ვარ გადაგვარჩინა. რა გადაგვარჩინა? კარგი რა, მე გეტყვი ახლა. ამერიკამ რა გადაგვარჩინა? საიდან გადაგვარჩინა უკრაინა? მე გეტყვი ახლა, პიტაბი გეტყვი ახლა. ვიცახე რომ აფხაზეთის ომში უკრაინელები მომოვდენო. დაქირებული ყავდა ჩვენ 20 კაციან 1-20 იყო და რომელსაც ფულს უხდიდით, გაიგე? ფულის გამოიყვენ, აბა რა და უკრაინელები თუ იყვნენ შემოსული საქართველოში ბალტინის ფლოტი ხო უკრაინელები ისინი იყვნენ ქართველების წინააღმდეგ შემოსული დასავლეთ საქართველოს მოედენ მთლიანად 2008 წელს რა დაგმართეს ამერიკელებმა შემოიყვანეს გემი და პამპერსენ და წყალი გვაკლია ასე რომ გვამადლიან მაგე არა ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამადლებელი არავის არაფერი არ გაუკეთებია თუ გაგვიფუჭეს და ჩავხვდებს უბედურებებში აბა რა ესენი მაგას ვინც ყვის ესენი ყველა დასაჭერია რომ ამათმა კიდო ის არ შექმნა რა ვიცი პასუხი უნდა აღვგო ბატონო გახა ყველა დავევშოთ ბატონო ტრისთან ტელემაგულებს და კიდევ ძალიან დიდი მადლობა და კარგი ის გავიარეთ ახლა რაღაც ის 93 წლიდან 92 წლიდან უფრო სწორად რა მოხდა და რა არ მოხდა და მოსახლეობამ კარგად იცის თუ არ იცის ჩვენ მაინც გავაგებიეთ აგერ რომ რა მოხდა სინამდვილეში და რა ღალატი იყო რომ სულ იყო ახლა ღალატი მაგრამ მე არ მეგონა თუ თქვენი მოყოლით ახლა რომ ესეთ ღალატი განხორციელდებოდა და გაიმეტეს ჩაძინებული ბიჭები და ჩადახვიდეს როგორი საქმეა და ის ბიჭებიც გადმოსვენებაც კი გაგიჭირდათ. რა თქმა უნდა პრობლემები და რა ვიცი თელი ის წინააღმდეგობები იყო რაცა. კარგად ბრძანდებოდეთ პატრიციუმულო ტელემაყურებლებო მომავალ 5 შაბათამდე დაგემშვიდობებით. მანდ კარგად ბრძანდებოდეთ.